თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არ დაიშურა სიტყვები ისრაელის წინააღმდეგ თავის ბოლო ინტერვიუში ალ-ჯაზირასთან. როდესაც მას კითხეს შესაძლო ომზე ებრაულ სახელმწიფოსთან, ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენ ომზე არ საუბრობთ, ჩვენ მშვიდობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ ვინმე თურქეთს ომისთვის და არა მშვიდობისთვის დაესმება თავს, თურქეთი ბრძოლას არ დააყოვნებს. არც ისრაელს და არც თურქეთს არ უჩვენებიათ რაიმე ნიშანი, რომ ომი სურთ, მაგრამ თუ ეს შეიცვლება, თურქეთს ახალი მხარდაჭერაც ჰყავს. მექას შეთანხმება საუდის არაბეთთან და პაკისტანთან." ერდოღანმა ისაუბრა ამ ახალ თავდათვის პაქტზე და თქვა, რომ რომელი ქვეყანაც არ უნდა გახდეს სამიზნე თუ ამ სამიდან რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა მოხდება. სამივე ქვეყანა შეძლებს ერთმანეთის დაცვას ნებისმიერი სახის თავდასხმისგან. პრეზიდენტმა ტრამპმაც კი ახალი ქება გამოუცხადა მექას შეთანხმებას და ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა. ეს აჩვენებს, როგორ ერთიანდება ახლო აღმოსავლეთი და როგორ შეძლებენ ქვეყნები საბოლოოდ უფრო ეფექტიანად დაიცვან თავი. საკითხის გასაგრძელებად ეხლა სტუდიაში ჩემთან ერთად არის დოქტორი ჰაიაითუნ ქოჰენიან როჩაკი, თურქეთის ექსპერტი თელ-ავივის უნივერსიტეტის მოსე დაიანის ცენტრიდან. ჰაი, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ i24 ნიუსის სტუდიაში. კარგით, როდესაც საქმე ეხება ერდოღანის ბოლო განცხადებებს ალ-ჯაზირასთან, არის თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ თურქეთს ნამდვილად სურს ომი ისრაელთან, თუ ეს უბრალოდ ერდოღანის გზამილია საკუთარი ამომრჩევლისთვის? აგი, როცა ამ ბოლო განცხადებას ვაანალიზებ, ორ სხვადასხვა ფენას ვხედავ. პირველი ფენა ისაა, რომ მან ძალიან იცით პასუხისგებლიანი განცხადება გააკეთა, რომ თურქეთი მშვიდობისკენ ისწრაფვის და თურქეთს არ სურს ომის ენაზე საუბარი. ფიქრობ ერდოღანისთვის ეს ძალიან პასუხისგებლიანია. კარგი, ესე რომ ეს უნდა დაფასდეს. თუმცა მისი განცხადების მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, სრულიად გასაგებია თურქი პრეზიდენტისთვის, თურქული ეროვნული სიამაყის გათვალისწინებით. იცით, ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ეს ძალიან დაკავშირებულია მის ამომრჩეველთან და ეს იყო ალ-ჯაზირას არხი. ეს სრულიად გასაგებია, მაგრამ ჩემი აზრი ისაა, რომ მან არ გამორიცხა ესეთი ომის შესაძლებლობა. მას შეეძლო ეთქვა, იცით, 1949 წლიდან ისრაელი და თურქეთი მათ ორმხრივი აღიარება აქვთ. ორივე ქვეყანას ერთმანეთის მიმართ არასდროს გამოუცხადებია მტოლი ქმედებები. ანუ მას შეეძლო ეს მნიშვნელოვანი წინადადებებიც დაემატებინა, მაგრამ მან არჩევანი სხვანაირად გააკეთა. ჩემი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ის მესიჯი, რომელიც ისრაელსა და თურქეთს შორის შესაძლო ომზე საუბრობს, ითით ძალიან მაწუხებს. სამწუხაროდ ეს ორი ქვეყნის საზოგადოებრივ დისკურსს წამლავს. 1990-იან წლებში ხალხს ესეთი სცენარი ვერასდროს წარმოედგინა. მაგრამ დღეს ესეთი კითხვებით და ესეთი იცით საუბრებით ტელევიზიებში და განცხადებებით სამწუხაროდ თურქეთ-ისრაელის ურთიერთობის გაუარესება მიდის იმ წერტილამდე, საიდანაც ჩემი აზრით არც ერთი მხარე ვერ მიიღებს სარგებელს. გულისხმობ, ეს არის შეჯახების კურსი, რომელსაც რეალპოლიტიკა უკარნახებს როგორც იერუსალიმს, ასევე ანკარას, რომ თავი შეიკავონ ესეთი ქმედებისგან. ეს მხოლოდ ირანელებს გაახარებს. მაგრამ დავუშვათ, რაღაც მართლაც მოხდა. რა შეცვლიდა ეს ახალი თავდაცვის ფაქტი რეალურად? ნახეთ, რომ საუდის არაბეთს ჰუთებმა შეუტიეს ხელმოწერიდან რამდენიმე საათში. არც პაკისტანს და არც თურქეთს არაფერი გაუკეთებიათ. მას რას მოიცავდა ეს ურთიერთობა რეალურად? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ნატოს წევრია 1952 წლიდან. ესე რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ მექას შეთანხმებას თურქეთის უშუალო უსაფრთხოებაში რაიმე წვლილი შეიტანოს. ფიქრობ, ეს თურქეთისთვის დიდ თვირთს შექმნის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჰათებმა ამ შეთანხმების შესაძლებლობა გამოსცადეს, აქვს თუ არა მას სანქციების ძალა. მაგრამ საუდის არაბეთზე ჰათების თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ უახლესი თურქული სატრანსპორტო თვითმფრინავები გამოჩნდა. მათ დაიწყეს სამხედრო, როგორც იცით, საბრძოლო მასალის და უფიქრობ ასევე მათი ექსპერტებისა და სამხედრო პერსონალის გადაყვანა საუდის არაბეთში. არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ თურქეთი ახალ სამხედრო ბაზებს თავის სისტემაში ჩართავს და არა მხოლოდ იემენის რეგიონის მახლობლად. არამედ ისინი ამას გააკეთებენ. ასევე საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტაბუკის ქალაქში, რომელიც ძალიან ახლოსაა იორდანიის საზღვართან, ასე რომ მოკლედ რო ვთქვათ, როდესაც უყურებ თურქეთის დიპლომატიას
2025 წლის მარტიდან ხედავ რომ მათ აქვთ ესეთი სტრატეგია რომ მუსლიმი სუნიტი ქვეყნების დახმარებით ალყაში მოაქციონ ისრაელი. სირიაში მათ შექმნეს ორგანიზაცია სახელად სირიის მეზობლები და ასევე რა თქმა უნდა ვისაუბროთ ამ მექას შეთანხმებაზე. ასევე არსებობს დიდი ალბათობა რომ ეგვიპტეც შეიძლება მიიღოს. შეგიძლია დაინახოთ როგორ აგრძელებს ის გაგაფართოებას. როდესაც ამ დიდ ახლო აღმოსავლეთის სურათს მთლიანობაში უყურებთ, ნახავთ რომ ისრაელის პერსპექტივიდან ისრაელი იქნება გარშემორტყმული. ესე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა არის საკითხები, რომლებსაც უნდა ვადევნოთ თვალი ამ ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. დოქტორი ჰაიათუნ ქოხან იონოჩაკ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან. IOC4-ის ახალ სტუდიაში და გაგვიზიარეთ ინფორმაცია. მადლობა.